პაციენტს სჭირდება რენტგენი, ჩვენ უნდა გავზომოთ ეს რენტგენი და ამ რენტგენის საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ ზედაყბის სიგრძე, ქვედაყბის სიგრძე, ურთიერთმდებარეობა. ამ რენტგენის სურათს ვადებთ პაციენტის პროფილზე, ფოტოზე და აუცილებლად ყველა პაციენტს ვუღებთ ფოტოებს მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის პროცესში, რომ შევატაროთ, როგორ მიდის მკურნალობის პროცესი და ვაკვირდებით რენტგენს და სახეს. სახე არის ძალიან მნიშვნელოვანი და პაციენტის განწყობა, თუ რა უნდა პაციენტს, რისი გამოსწორება უნდა, შეიძლება ძალიან რთული სიტუაცია ქონდეს პაციენტს და ამბობდეს, რომ მხოლოდ წინეკვილების გასწორება მინდა და ეს სრულიად მისაღებია, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც გრძელი ცხვირი აქვს და არასდროს არ უნდა ამ ცხვირის პლასტიკა ჩვეულებრივად მოსწონს თავი და ასეთი ცხვირი ცხოვრობს. ასევე კბილებზეც თუ პაციენტს აკმაყოფილებს თავის სახე, სარკეში ჩახედვის დროს არ გრძნობს არანაირ დისკომფორტს, არ ვცდილობთ ყველა პაციენტს ყველაფერი გავუსწოროთ, მაგრამ თუ პაციენტი მოვიდა და ამბობს, რომ ჩემი ზედაყბა გამოწეულია, ქვედაყბა შეწეულია, ასიმეტრია მაქვს და მხოლოდ ბრეკეტები ამ პრობლემას ვერ აგვარებს, რა თქმა უნდა ვილაპარაკოთ ოპერაციაზე. მინდა კარგად დააკვირდეთ აი ამ სახის ცვლილებას. ზედაყბა შეწეულია ოდნავ და ასეთ შემთხვევაში ქვედაყბა პაციენტს ეჩვენება დიდი და მკურნალობა მოზრდილებში არის ოპერაციული. ოპერაციით ზრდით ზედაყბას და მოგვაქვს ოდნავ წინ. დააკვირდით ისევ ფოტოს. ეს არის სახის პროფილი და ოდნავ შეწეული ზედაყბა. დააკვირდით, ცხვირი გაცილებით უფრო მეტად დიდი მოჩანს, ნიკაპიც უფრო დიდი მოჩანს, იმიტომ რომ ზედაყბის ძვალი არის შეწეული. მკურნალობა დიდებში არის ვერც გაზრდის, ვერც დააპატარებს. გადავედით შემდეგ ეტაპზე, ქვედაყბა არის დიდი. ზედაყბა ამ დროს შეიძლება იყოს ან ნორმალური სიგრძის, ნორმალურ ადგილას მდებარეობდეს, ან ისიც იყოს შეწეული. თქვათ, დავუშვათ, ქვედაყბა არის ოდნავ დიდი, ზედაყბა ოდნავ შეწეული, მკურნალობა არის აუცილებლად ქირურგიული, ზედაყბა ქირურგიულად უნდა გადიდეს და წამოვიდეს წინ. და ქვედაყბა ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს ოდნავ პატარა იმის ხარჯზე, რომ ზედაყბის ძვალი გამოიწია წინ. თუ პაციენტი ამბობს, რომ არა, მე ქვედაყბა მაინც დიდი მაქვს, მაინც არ მომწონს, მაშინ იგეგმება თავიდანვე ორი ოპერაცია. პირველი ოპერაცია არის ზედაყბის გაზრდა სიგანეში, სიმაღლეში და ვერტიკალურად. და შემდეგი ოპერაცია ტარდება 2 წლის მერე, როდესაც ხდება ქვედაყბის დაპატარება და ცოტა უკან გადანაცვლება. დავაკვირდეთ ისევ პროფილს და ნახეთ, რომ ზედაყბა არის ძალიან გამოწეული და ქვედაყბის ძვალი ნორმაშია. ასეთ შემთხვევაში, როცა ზედაყბა არის გამოწეული, ზოგ პაციენტს ხრცილოვანი ღიმილებს რომ გაიცინებს, ხრცილი უჩანს, ესე იგი მისი ძვალი ვერტიკალურად არის მაღალი, ასეთ შემთხვევაში ქირურგი აპატარებს ზედაყბას როგორც ვერტიკალური მიმართულებით, ასევე გადაანაცვლებს ზედაყბას უკან. თუ ქვედაყბაც უკან დგას, ანუ ასეთი კომბინაცია ზედაყბა წინ, ქვედაყბა უკან, მაშინ ატარებს აი ამ ორივე ყბის გადანაცვლებას. ზედაყბა გადანაცვლება უკან, ქვედაყბა გადმონაცვლება წინ. ქვედაყბის უკან გადანაცვლების დროს ძალიან ხშირია სასუნთქი გზების შევიწროება. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, პაციენტს მოსწონს თუ არა თავის სახე, მაინც უნდა ვისაუბროთ აპნოეს შესახებ, იმიტომ რომ ვისაც საშუალო დონეზე აწევხებს აპნოე, იმან არ იცის ამ აპნოეს მავნე შედეგების შესახებ და აუცილებლად უნდა იცოდეს. თუ პაციენტი არის პატარა, აქვს სასუნთქი გზების შევიწროება, აწუხებს აპნოე, მაგრამ პატარა ასაკში ორთოგნათური ქირურგია არ ტარდება, ან თქვათ საშუალო სირთულის აქვს ეს სასუნთქი გზების შევიწროება და პაციენტი არ გრძნობს იმის საჭიროებას, რომ გაიკეთოს ორთოგნათიური ქირურგია, მე ასეთ პაციენტებს ურჩევ, რომ არ გასუფრდნენ
ივარჯიშონ, მათი მხრები იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი, იმიტომ რომ ქვედაყრის უკან მდებარეობის დროს სხეული ცდილობს ადაპტაცია გააკეთოს, რაღაცნაირად მოიხაროს სასუნთქი ცოტა გაზარდოს და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაღლილი კუნთები ვარჯიშის დროს როგორმე გაიშალოს და სხვა მიმართულებით გაიჭიმოს კუნთი, იმიტომ რომ მუდმივად დაღლის შეგრძნება არ ქონდეს ასეთ პაციენტებს. აბა ისევ დავაკვირდეთ, ესე იგი აუცილებელია რენტგენის გადაღება და აუცილებლად უნდა გავუზომოთ ცეფალოგრამა, აუცილებლად მინდა 3D რენტგენი უნდა დავათვალიეროთ საფეთქელ ქვედაყრის სახსარი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ რენტგენი სწორად გადაიღოს და პირი იყოს დახვეული და სახსრის ფოსო და სახსრის თავი მოჩანდეს ჰარმონიულად, აუცილებლად ვეკითხებით პაციენტს, როგორ მოსწონს სახე, მზად არის თუ არა ამის სახის ცვლილებებისთვის, ვიღებთ პირშიგნითა და მკურნალობის პროცესის ფოტოებს, პირგარეთა ფოტოები აუცილებელია წინხეთში, გაცინებით, მოდუნებული ტუჩებით გვერდხეთში და კიდევ ერთხელ დააკვირდით, როგორ იცვლება სახე, თუ გადავანაცვლოთ ზედა ყბას უკან, ქვედა ყბას წინ და ზედა ყბა წინ და ქვედა ყბა უკან. აი ასეთი მრავალფეროვანი პაციენტები მოდიან ჩვენთან და მნიშვნელოვანია სწორად გაიგოს პაციენტმა თავისი დიაგნოზი. რამდენი მილიმეტრით არის ყბა შეწეული და გამოწეული ან ასიმეტრულად დამდგარი და შეუძლია თუ არა მხოლოდ ბრეკეტებს ამის გასწორება, თუ აუცილებელი არის ქირურგის ჩარევა.